მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი და მიხარია რომ დაინტერესდით ეკონომიკის საკითხებით. ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რაში გვჭირდება ეკონომიკა საერთოდ, ხო, ესე იგი. მინდა დაგარწმუნოთ ერთ რაღაცაში. თუ გეცოდინებათ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ხო, ესე იგი და შეძლებთ ამ პროცესების ანალიზს და ამისთვის აუცილებელი არ არის ეკონომიკური განათლება. თქვენ შეძლებთ რომ მოიპოვოთ საკმაოდ ძლიერი უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ შეძლებთ რეალური პროგნოზების გაკეთებას მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და რაც მთავარია ეკონომიკური აზროვნების ათვისებას, რაც პრინციპში დაგაწინაურებთ სხვებთან შედარებით. მნიშვნელობა არ აქვს, რა საქმიანობით ხართ დაკავებული, თქვენ მუშაობთ, საკუთარი ბიზნესი გაქვთ, თუ დაუშვათ გატაცებული ხართ, დაუშვათ პოლიტიკით ან სხვა სფეროებში მოღვაწეობთ. პირველ რიგში, ესე იგი, გახდებით ეკონომიკის ექსპერტები პრინციპში, რატომ? იმიტომ რომ საერთოდ ეკონომიკა არ არის მაინც რთული, ესე ვთქვათ, მეცნიერება. მისი გაგება შეიძლება ძალიან მარტივად. უბრალოდ ეკონომიკა, როდესაც წარმოდგენილია რაღაცა ეკონომიკური პროცესების ანალიზი და ასე შემდეგ, იქ არის გამოყენებული საკმაოდ ისეთი რთული ტერმინოლოგია. მე ვეცდები რომ ყველაფერი მარტივად აგიხსნათ, ესე ვთქვათ, ეკონომიკასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები და პრინციპები, რაც მთავარია. თქვენ თუ პრინციპები გეწოდინებათ, უკვე მე შეძლებთ ნებისმიერი მოვლენის ანალიზის გაკეთებას. პირველ რიგში, ესე იგი, რას სწავლობს ეკონომიკა? ეკონომიკა სწავლობს ძირითადი, ესე ვთქვათ, მიმართულებებია. ეს არის დასაქმება, ეს არის შემოსავლები, ეს არის მოხმარება, ანუ რასაც დაუშვათ ვყიდულობთ, პროდუქტი იქნება, მომსახურება იქნება თუ ასე შემდეგ. დანაზოგები, თუ აქვს ადამიანებს დანაზოგები, როგორი ტენდენციებია საერთოდ და ფასები. ანუ ფასებთან დაკავშირებით უკვე ესე ვთქვათ, თავისთავად ინფლაციური პროცესებია, სავალუტო კურსის ცვალებადობა და ასე შემდეგ. მე ვეცდები რომ მარტივად ყველაფერი აგიხსნათ, ესე ვთქვათ, აი ამ ძირითად მიმართულებებთან, ძირითად სფეროებთან დაკავშირებით. პირველი, ესე იგი, რას ნიშნავს შეზღუდული რესურსები? ხშირად არის ხოლმე ეკონომიკაში ნახსენები დაუშვათ, იგივე ბიუჯეტი, საბიუჯეტო სახსრები და ამ სახსრების ხარჯვა, ხო, ესე იგი, ან მიღებული დაუშვათ უცხოეთიდან მიღებული სესხები ან გრანტები და ასე შემდეგ. შეზღუდული რესურსები ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო საერთოდ განსაზღვრავს, რა მიმართულება მისცეს აი ამ ხარჯვით ნაწილს. ანუ სად დახარჯოს ფული. ფული დახარჯოს დაუშვათ ჯანდაცვაში, ფული დახარჯოს დაუშვათ თავდაცვაში, რაღაც სოციალურ პროექტებში, ბიზნესის დაუშვათ სტიმულირების პროგრამებში, დახმარებებში და ასე შემდეგ. ანუ რეალურად სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორი ხარჯვა, ესე ვთქვათ, როგორი ხარჯვის მიმართულება მისცეს ამ რესურსებს. ანუ რეალურად სახელმწიფო არჩევს, სად უფრო არის მნიშვნელოვანი, სად არის პრიორიტეტული დაუშვათ ამ შეზღუდული რესურსების დახარჯვა. შეიძლება ჩვენ დავხარჯოთ მაგალითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, შეიძლება დავხარჯოთ დაუშვათ უმეტესი ნაწილი დაუშვათ ჩინოვნიკების ანაზღაურებაში და დაუშვათ მთავრობის ხარჯები გავზარდოთ, ან დაუშვათ ეს რესურსები მივმართოთ ჯანდაცვაში,
განათლებაში და დაუშვათ სხვა ისეთ სოციალურ პროგრამებში. აქედან გამომდინარე, სულ ყოველთვის არსებობს პრობლემა, სად უფრო არის მიზანშეწონილი, რა მიმართულებით არის მიზანშეწონილი ამ რესურსების დახარჯვა. აქედან გამომდინარე, არსებობს მოკლევადიანი, ესე ვთქვათ, გეგმები მთავრობის და გრძელვადიანი. რამდენად ეფექტიანად იყენებს ამ რესურსებს მთავრობა, ეს უკვე აისახება თვითონ უშუალოდ ეკონომიკის მდგომარეობაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მაგალითისთვის მე შემიძლია მოვიყვანო დაუშვათ რამოდენიმე მაგალითი, რომელიც ასახავს დაუშვათ ზუსტად აი ამ პრინციპს. ჩვენ თუ დაუშვათ დავხარჯეთ თანხები, უმეტესი თანხები დავხარჯეთ ესე ვთქვათ შეიარაღებაზე, ჩვენ არ გვეყოფა ესე ვთქვათ განათლებაზე და იგივე ბიზნესის განვითარებაზე, რომ დავხარჯოთ თანხები, ხო? ან დაუშვათ რამდენად მიზანშეწონილია საერთოდ დაუშვათ დოტაციების გაკეთება სახელმწიფოს მხრიდან, ეფექტიანია თუ არ არის ეფექტიანი, ამ შემთხვევაში ესეც ესე ვთქვათ უნდა გავაანალიზოთ, რატო? იმიტომ რომ ხშირად იხარჯება თანხები აბსოლუტურად უშედეგოდ და ყოველგვარი აი ესეთი ეფექტის გარეშე. როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას? ხო, ნებისმიერი ეკონომიკაში არსებული სტიმულები, ხო, დაუშვათ, ეს იქნება გადასახადები, ეს იქნება შეღავათები, ეს იქნება სხვა რაღაც პროგრამები, ხო? ამაზე რეაგირებას ახდენენ, შესაბამის რეაგირებას ახდენენ ადამიანები. ხშირად მთავრობა იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, დაუშვათ რაღაც მიზანი აქვს, რომ დაუშვათ რაღაც მიზანს მიაღწიოს, მაგრამ ადამიანები სხვანაირად იქცევიან. ანუ არა პროგნოზირებადები ხდებიან დაუშვათ და შესაბამისად მთავრობის ინიციატივები უშედეგოდ მთავრდება. ადამიანები ყოველთვის აკეთებენ არჩევანს. ანუ პირველი პრინციპი, ეკონომიკის პრინციპი, რომ მიიღო რაღაც გარკვეული, უნდა თქვა ალტერნატივაზე უარი. ანუ რეალურად თუ არჩევ რაღაც ფულის დაუშვათ დაბანდებასთან დაკავშირებით ან ხარჯვასთან დაკავშირებით ერთ მიმართულებას, შესაბამისად შენ უარს იძახი ალტერნატივაზე და არ ხარჯავს დაუშვათ ადამიანი იმ ალტერნატივაზე. თან ეს უკვე დაკარგული შესაძლებლობებია. ანუ ერთ რაღაცაში თუ ვხარჯავთ, მეორე რაღაცაში ვეღარ დავხარჯავთ ამ თანხას, ხო? ეს არის ამას იძახიან ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების დანაკარგები. აი ხა მე კონკრეტულად მინდა მაგალითზე გაჩვენოთ, რომ თქვენთვის გასაგები იყოს ეს ყველაფერი. მაგალითად, რამდენი უჯდება ლეონელ მესის საკუთარი გაზონის გაკეთვა? ნუ პირობითად რო ავიღოთ დაუშვათ თუ მისი დაუშვათ ვილის ან სახლის გაზონის გაკეთვა დაუშვათ თუ დაუშვათ დაიბარა ვიღაცა ან აიყვანა ხო ესე იგი და გადაუხადა დაუშვათ ნუ პირობითად რა ვიცი მე ხო $500 დაუშვათ ხო ესე იგი და დაჭირდა ამას დაუშვათ ნუ რა ვიცი მე ხა 5-6 საათი დაუშვათ იმიტომ რომ ალბათ ლეონელ მესის აქვს საკმაოდ დიდი ფართობები გასაგები და წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა ალტერნატივა ლეონელ მესისთვის ხო ესე იგი არსებობს რომ ამ პერიოდის განმავლობაში მაგალითად იგივე 5 საათის განმავლობაში მან დაუშვათ გაუკეთოს რაღაცა რეკლამა რაღაცა ესე ვთქვათ რაღაცა პროდუქტს ხო ესე იგი ნუ იმიტომ რომ ფეხბურთელები ხშირად სარეკლამო კლიპებში იღებენ მონაწილეობას საკმაოდ ესეთი ძვირადღირებული კლიპებია ხო დაუშვათ პირობითად ლეონელ მესის უხდიან ერთ კლიპის გადაღებაში 5 საათის განმავლობაში 100,000 ლეონელ მესიმ თქვა უარი დაუშვათ მოინდომა თვითონ გაზონის გაკრეჭვა დაზოგა ეს $500 და თვითონ გაკრეჭა ეს გაზონი. რამდენი რეალურად რამდენი დაკარგა ლეონელ მესიმ. ესე იგი დაკარგა ის 100,000 მინუს ის $500. აი ეს არის მისი დანაკარგი რეალურად. ამიტომ აი ამ გაზონის გაკრეჭვა ლეონელ მესის
გაუჩნდა 980 დაუშვათ $50, ხო? აი დაახლოებით აი ამდენი, ну დაუშვათ ეს პირობითი ციფრებია, ხო? აი ამდენი უჯდება, არა $500, არამედ ამდენი. ზუსტად ესეთი პროცესები მიმდინარეობს ეკონომიკაში. ანუ პრაქტიკულად ჩვენ თუ სახელმწიფო თუ ხარჯავს დაუშვათ თავდაცვაში, დაუშვათ ყიდულობს იარაღს, ხო? შესაბამისად ის თანხები აკლდება იგივე იმ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია კეთილდღეობაზე, ხო? ესე იგი ადამიანების კეთილდღეობაზე და დაუშვათ სოციუმის განვითარებაზე, იგივე განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. თუმცა ჯანდაცვა ახლა ძალიან აქტუალური გახდა, ესე ვთქვათ, ჩვენს აი ამ კოვიდის პირობებში. მარტივი მაგალითი, აი პირველად ღვედების შემოღება, ხო, უსაფრთხოების ღვედების შემოღება მიიღო პარლამენტმა შეერთებულ შტატებში და ესე ვთქვათ, ну, ეს ემსახურებოდა იმას, მიზანი იყო ის, რომ ესე ვთქვათ, უსაფრთხოება გაიზარდათ, ხო, ესე იგი, როგორც სკოლებში, ისე დაუშვათ ფეხით მოსარული ადამიანებში, ხო, მოსახლეობაში. რეალურად მიიღეს აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგი. რატომ? პირველი ის რომ მძღოლებმა იგრძნეს თავი უფრო უსაფრთხოდ ამ ღვედების გაკეთების დროს და მოიმატა სტატისტიკურად მოიმატა დაუშვათ ავარიების ამ შემთხვევაში რაოდენობა. შემცირდა სიკვდილიანობა მძღოლებს შორის, მაგრამ გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ფეხით მოსიარულთა შორის. ანუ რეალურად მიიღეს, ესე ვთქვათ, ვერ მიიღეს ის შედეგი, რაზედაც იყო ეს, დაუშვათ, ამ შემთხვევაში ეს წესი მიმართული, ხო? აი, ეს არის მარტივი მაგალითი იმისა, რომ ესე ვთქვათ, აი ეს გადაწყვეტილებები, ხო, ისე იგი მთავრობის გადაწყვეტილებები, რამდენად ეფექტიანია ზოგ შემთხვევაში. სულ უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორ რეაგირებენ ადამიანები ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ამას კიდე დაუბრუნდებით, ესე ვთქვათ, სხვადასხვა საკითხებში, საინტერესო საკითხებში, სადაც ზუსტად ეს პრინციპი მუშაობს საკმაოდ ნათელია ეს პრინციპი. აი მაგალითად, რამ განაპირობა სკანდინავიის ქვეყნებში უმუშევრობის კომპენსაციის შემცირება, ხო? იქ იყო კომპენსაცია უმუშევრობასთან დაკავშირებით, საკმაოდ ისეთი ნორმალური, რატო? იმიტომ რომ, ну, სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და დაუშვათ თუ ადამიანი უმუშევარია, ამ შემთხვევაში კომპენსაციას საკმაოდ ისეთი წონითი კომპენსაციას იღებს ადამიანი. მერე მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეემცირებინათ. რატომ, იცით? იმიტომ რომ ადამიანები, როდესაც შედარება გააკეთეს, დაუშვათ რამდენს მიიღებენ, დაუშვათ თუ დაიწყებენ სამსახურს და რამდენს იღებენ ახლა ამ კომპენსაციის სახით, ძალიან ბევრმა თქვა უარი სამსახურზე. ანუ იმას აწყობდა ის საკმაოდ მოცულობითი ესე ვთქვათ კომპენსაცია და სულ არ ფიქრობდა სამსახურის დაწყებაზე. აქედან გამომდინარე, მთავრობამ, როდესაც თავიდან მიიღო ეს გადაწყვეტილება, ხო, ესე იგი ამ კომპენსაციის გაზრდაზე, ხო, არ გაითვალისწინა აი ამ ეს პრინციპი, როგორ რეაგირებენ ადამიანები ამა თუ იმ სტიმულებზე. შესაბამისად, მე მოუხდათ ამ კომპენსაციის შემცირება, რატო? იმიტომ რომ ესე ვთქვათ, სტიმული გაეჩინათ იმისთვის, რომ ადამიანებს უბრალოდ ემუშავათ და დაეწყოთ სამსახური. ну ჩვენ შემდგომში გვექნება კიდევ რამოდენიმე ესე ვთქვათ ჩართვა, ბევრი ისეთი საინტერესო საკითხებია, ეს იყო პირველი ნაწილი. იმედი მაქვს, რომ დაინტერესდებით ამ მიმართულებით, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.